მოკლედ გამარჯობა. ეხლა ვარ სკოლაში, სადაც ივანე დარეგისტრირებულია და აქ უნდა მოვიყვანო სკოლაში, სადაც შესაძლებელია რომ იბლის მიტინგი უნდა ჩაგვიტარონ, დაგვათვალიერებინონ და გაგვაცნონ მასწავლებლებს. ნახოთ რა იქნება. ეს სკოლა, ეს არის უმცროსი კლასების სკოლა, ოღონდ კლასების არა. მზად ხარ სკოლაშია რომ? არ ხარ მზად? არა. მინდოდა გადამეღო იმ სკოლაში ყველაფერი დაწყებული ინფრასტრუქტურით დამთავრებული იყო, როგორ ტარდება გაკვეთილები და რა მდგომარეობა აქვს სკოლებში. თუმცა ვერ გადავიღე, იმიტომ რომ არ მომწეს უფლება, რადგან იქ ჩემი შვილის გარდა სხვა ბავშვებიც არიან. მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ერთი-ორი კადრის გადაღება მოვასწრეთ და ამას აუტოერთავამციდებლად აქ ჩავსვავ. But not the kids. No kids. სიტყვიათ აგიხსნით, დანარჩენს და მოგიყვებით. და მიხვდებით, რატომ მინდა ეს ყველაფერი გაგიზიაროთ. მოკლედ, სახლთან ახლოს გვაქვს ერთი სკოლა, სადაც არის ივანე დარეგისტრირებული, მაგრამ რატო ვერ დავდივართ. ძალიან ძველი შენობაა და ვახსენე კიდევაც ჩემს თორებში, რომ კიბე არის მხოლოდ და არ არის აღჭურვილი პანდუსით. ასე რომ ამ სკოლის დირექტორმა თავისი სახსრებით მოიწია სკოლა, სადაც არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც სჭირდება ივანეს, დაწყებული პანდუსით დამთავრებული სპეც გაკვეთილებით და ცოტა დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, და იმიტომ გაიწელა ამდენი ხანი, არ არის ასე მარტივი, რომ იპოვო მსგავსი რამ და დამიკავშირდა ეხლა ხანს და მითხრა ასეთი რამ, რომ შემხვდი და ერთად წავიდეთ. დაგათვალიერებინებ სკოლას და გაგასაუბრებ დირექტორს იქაურს, თუ შენ მოგეწონა და თანახმა იქნები, ივანე იქითაც დასაწყისთან იბლის ამ სკოლაში. თუ არ მოგეწონა, შევცვლით და გავაგრძელებთ ძიებას. კარგი თქო, წავედი, შევხვდი დირექტორს. დამხვდა მარტო, თუმცა მე იმ სკოლაში, სადაც მივედით, დამახვედრა თარჯიმანი, დირექტორი და სანამ მოყვები სკოლის ამბებს, მინდა გზაში მოგიყვეთ, ანუ რა თქმა უნდა, იო ეხლა მიმიყვანა ეტლით. დირექტორი დამეხმარა, თან ქალბატონია ეს დირექტორი. დამეხმარა. დამიკეცა ივანეს ეტლი, სანამ მე ტაქსში ჩავჯექი. ნუ რა თქმა უნდა, საფასურის თავად გადაიხადა სკოლის ხარჯებით. შემდეგ რო გადმოვედით ტაქსიდან, გაშალა ეს ივანეს ეტლი, ჯერ ამოიღო საბარგულიდან, გაშალა, დამეხმარა ივანე ჩამასმევინა. შემომყვა, დამათვალიერებინეს აბსოლუტურად ყველაფერი. დიდი რესპექტი ჩემგან ასეთ ძლიერ ქალბატონებს. შემდეგ დავათვალიერეთ კაბინეტები, ნახეთ როგორ ტარდებოდა გაკვეთილები. არის აქ ამ სკოლაში როგორც ჩვეულებრივი გაკვეთილები, ასევე სპეც გაკვეთილები და არის აღჭურვილი ძალიან ბევრი რამით, როგორც გორგოლაჭებიანი ასეთ სატარებლები რო არის, როგორც ჭოჭინას რო ეძახიან ჩვენთან ოღონდ სპეციალურები. მაგასაც მოგიყვებით მე ცალკე და ასევე ქონათ ძალიან ბევრი ეტლი, სპეციალური ოთახები, სადაც მუსიკის მეშვეობით ბავშვებს ასწავლიდნენ სიტყვებს, დათვლას, ფერებს და ასე შემდეგ. გამიხარდა ის ძალიან, რომ ენის მხრივ ივანეს შეზღუდვა არ ექნებაო, რადგან სხვა ბავშვებიც ყავს, ვისაც არის მითო ინგლისურიო და ვცდილობთ ყოველთვის რომ გავაგებინოთო ყველაფერიო მაქსიმალუროთო და ასევე შენ შეგიძლია დაგვიწერო ქართულათო სიტყვებიო, რა ესმისო ბავშვსო, რომ ჩვენ ეს სიტყვები გამოვიყენოთო, ან ის რომ გვეტყვისო დაუშვათ. მაგალითად ივანე მიცის მომე. უკვე რო ეტყვის ამათ მომე, თუნდაც წყალი რომ მოუნდეს, ისინი გაიგებენ რა სურს მას. ძალიან გამიხარდა ეს მიდგომაც. ასევე თუ იქნება გამოსაცვლელი, საჭმელი, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ აბსოლუტურათო. და ასევე მანახეს კიდევ ცალკე ოთახი აქვს, სადაც ავარჯიშებენ ბავშვებს. იქამდე თქვენ მოგეხსენებათ, რომ რეაბილიტაციებზე ჯერ კიდევ ვერ დავდივართ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგებია და ჯერჯერობით ვართ ესე და გამიხარდა ის, რომ სკოლაში ამ დანაკლის, სანამ რეაბილიტაციას დავიწყებთ, ღმერთს მაიცის კიდევ როდის დავიწყებთ,
ამ დროს სკოლაში არ დაკარგავს დროს და ივარჯიშებს. ასევე რაც საპირფარეშოში შესაყვანად აქვს თალკე ეტლი აი ძალიან ბევრი რაღაცები აქვს აღჭურვილობა სასწაული სკოლათან არის ერთი სართული, ერთი გრძელი შენობა უზარმაზარიანო სართული სხვა არ აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვებისთვის მოსახერხებელი იყოს ეტლით გადაადგილება. და ერთ შენობაში ხდება ეს ყველაფერი ერთ გრძელ უზარმაზარ შენობაში. არის გავიყვანთო გარეთაცო, ეტლითო, სასეირნოთო, აუცილებლათო და რაც ყველაზე მთავარია, სკოლის ავტობუსი მოაკითხავს ივანეს. ეხლა მუშაობენ იმაზე, რომ იპოვონ ადამიანი, რომელიც მასთან ერთად იქნება ავტობუსში და მარტო რო არ მოუწიოს ბავშვს გადაადგილება, გაყვება და გამოყვება და ასევე სკოლის ავტობუსით მოგიყვანენ ივანეს უკანო. მოკლედ მე რა თქმა უნდა აღფრთოვანი ძალიან მომეწონა ეს სკოლა, ვუთხარი რომ თანახმოვარ და ამ სკოლაში დიდი სიამოვნებით ვატარებდი ივანეს და ასე დავიშალეთ. მითხრეს რომ შემეხმიანებიან ახალი წლების შემდეგ და ივანე ივლისს უკვე დამოუკიდებლად სკოლაში. ნახოთ რა შედეგები გვექნება. შემდეგ გადავინაცვლეთ ისევე იმ სკოლაში, სადაც ამჯერად არის ივანე ჯერჯერობით დარეგისტრირებული და დამხვდა სოცმუშაკი და ასევე ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ის გორგოლაჭებიანი ჭოჭინები, ზუსტად არ ვიცი რა ქვია, ვოლქერს ეძახიან აქ. დამახვედრეს რამოდენიმენაირი მოასინჯეს ივანეს ყველა ავტვირთავ ამ ვიდეოში და განახებთ როგორ გამოიყურება და როგორ მოეწონა ივანეს. იო მოგწო Forward a bit. იონა ბიჭები გადმოადგებოდე? კარგია დედა. მოდი დე. იონი მოდი. მოდი ჩემთან მოდი. მოდი დედა Do you want them მოდი. on all four wheels? Yeah, I might as well. ионი მოდი დედა მოდი. იონი მოდი დე მოდი. Good job, my man. აჭაღდა. On the kid walk, there's the buckles Muddy that clean, hold never him muddy. from flipping up. So if he undid the buckle, yeah, that's right. the things would still be here. But I'm if not he sure I figured out to understood. flip those up, then we'd be in big trouble. Yes, that's why I was. წამოდი thinking. წინ. This buckle is safely, yes. Yeah. And if he can open this buckle, it's no problem, yes? No. We need to cover these. Yeah. So if he was to open those, then he would fall forward. Yes. So we need to find a way to cover those. Okay. Yeah. მოდი, წამოდი წინ. წამოდი დე წინ. მოდი, აბა მოდი ჩემთან გადვადგინე. Need glasses if I'm gonna do anything. მოდი დედა ჩქურება, მოდი. მოდი. All right, მოდი გადვადგინე. go. Da. Go. So try not to fall in too much. Like დასწორდი. he's gonna be so tired. Yes, he's gonna sleep for a long Yes. time. დასწორდი. Is this a good one? We think so, yes. I know. Well, they have these that. მოკლედ განიხილეს ყველაფერი, რომელი იქნებოდა უკეთესი წინიდან იკვრებოდეს, იკვრებოდეს სიმაღლე, გაუზომეს, მენჯი, ბარძაყი, ყველაფერი აბსოლუტურად. ივანესაც ძალიან მოეწონა, რომ მიხვდა რომ დამოუკიდებლად დადიოდა და მე უკან არ ვედექი როგორც ყოველთვის და თვითონ შეეძლო ეს ნაბიჯები რომ გადაედგა, აი უბედნიერესი იყო სახეზე 1000 ფერმა გადაუარა სიხარულისგან. ის კაცი რომელიც ეხმარებოდა მორგებაში ზომებით იყო ცოტა მელოტი და იმ კაცს გემრიელად გაადინათ ყაპანი და მე იგუდებოდნენ ყველანი ერთად ციცილით. ხო და ანუ მოკლედ ძალიან იხალისა ივანე მაგდრეს ძალიან ბედნიერი იყო. როგორც კიდე მოვარგეთ ეს გორგოლაჭებიანი გადასაადგილებელი და შევუკვეთეთ, ანუ ესე ეგრევე არ იძლევიან პირდაპირ. მაგრამ როგორი რაღაცა იცით, ვინაიდან ჩვენ აქ არ გვაქვს მუდმივი ცხოვრების უფლების საბუთი, გვიწევს რომ გადავიხადოთ როგორც ეტლში, ასევე ამ
გადასაადგილებელში 25%. თლიანი ანუ 100%-ით არ აფინანსებენ. ეგ ცოტა სამწუხაროა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ყოველთვის ყველაფერი ასე ფოდნოზე დალაგებული არ იქნება. და მითხრეს, რომ ამასაც შეუკეთებდნენ და 4-დან 6 კვირაში იქნებოდა. წესით და რიგით იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში უკვე მზად უნდა იყოს. მაგრამ არის ერთი კიდე მინუსი. ის რომ ამას გამოიყენებს სკოლაში იოანე და არა სახლში და რატო? ძირითადი დრო ბავშვმა უნდა გაატაროსო სკოლაშიო. ასე რომ ვივლითო, ვატარებთო გრძელი კალენდარი გვაქვს, ვატარებთო ბავშვს, აქო ვავარჯიშებთო და შენ უფლება გაქვს რომ წაიღო ესო სახლში, მხოლოდ და მხოლოდ ან შაბათ-კვირას, თუ რა თქმა უნდა მოახერხე ყოველ შაბათ-კვირას ვატარო, ან არდედეგებზე, ზაფხულის არდედეგებზე, შემოდგომის არდედეგებზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სახლში მაინც ბავშვიო ძირითადად თუ მარტო საღამოს გაატარებსო და გურჩევნიო ჩვენ გქონდეს ვააქო. ასე სახლში ვერ გედება ესე ცალკეულად. თუმცა მე მეგონა რომ მე მეკუთვნოდა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ აქ ესეთი წესებია. მაგრამ არა უშავს, სულ არაფერს ჯობია, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგრად დაეხმარება იოანეს, მე როცა უკან ვდგავარ უკვე რამოდენიმე ნაბიჯებს ადგავს თავისით და იმდენად ბედნიერია, რომ აი მაგალითად რამოდენიმე თვის წინ ნელა ადგავდა ამ ნაბიჯებს, ახლა უკვე მოუჩქარა. და იქნება ეს მოწყობილობა დაეხმაროს იმაში, რომ მყარად დაადგას ფეხი და გადაადგილდეს. მოკლედ ესეთი ამბები, ესეთი რაღაცები მინდოდა მომეყოლა თქვენთვის. მსგავსი რაღაცები კიდევ თუ გაინტერესებთ და ჩვენი ისტორია, გთხოვთ დამასაბსქრაიბეთ, მომიწონეთ და კიდევ მოგიყვებით მსგავს რაღაცებს. ძალიან დიდი მადლობა რომ მისმინეთ ნახვამდის.